Nika madloba, გადაცემში ჩართვისთვის მე ვიცი რომ თქვენ გურჯაანში ხართ ამის მოგვიანებით ვიკითხავ, მაგრამ დღეს თქვენ ძალიან ღია დასვით საკითხი და ელოდებით პოლიტიკური პარტიებისგან, პროდასავლურ პარტიებს გულისხმობ პასუხს მიიღებენ თუ არა ისინი არჩევნებში მონაწილეობას. მთელი დღე ამ კითხვებს მედია სვამს, მიიღეთ გარკვეული არაბული. მადლობა ნინო, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. უბოდიში სოფო გეხვეწე უბოდიში კარგეთ გინდა ინგა მარტო ტელეფონზე არ გვეშება სახელები ეფორმულებს მხოლოდ ეს შეგეშალოთ არ არის პრობლემა ბატონო ნიკა გისმენთ კი ბატონო უბოდიში ბრავო იცით რა არის პარტიებიცემა ყველა ოპოზიციურ პარტიას ვის ლიდერს და რა თქმა უნდა ამ ბრძოლაში დასაფასებელია თითოეული ადამიანი მით უფრო კოლეგა და ხათი გვაქვს ერთმანეთის თუმცა ამ ხათსაც აქვს ლიმიტი და დღეს დიახ გადავწყვიტე მე თქვა ის რაც ვთქვი მაქსიმალურად კორექტულად მაქსიმალურად თავდასხმის გარეშე და იმედი არავინ არ ჩათვალო რომ მე ვინმეს თავს ვესხვი უბრალოდ სიცხადე არის ამ პროცესში შემოსატანი და როდის თუ არა აი 26 მაისს გასამართ აქციაზე შესაძლებელია საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გაიგოს რეალურად ყველასგან გაიგოს როგორც უკვე ვთქვი, ფარსში მონაწილეობის მიღებას ვაპირებთ, თუ არ ვაპირებთ და თუ ვინმე აპირებს, ის უნდა ითქვას. თქვენ ზემოთ ახსენეთ, რომ იცით რა ჩამონათვალს აკეთებდით და მათ შორის პოლიტიკურების ოჯახის წევრები წინააღმდეგი არიან, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ ქონდათ. იცით რა, არჩევნები როგორც ასეთი არ არსებობს. არჩევნები რომ არსებობდეს, აუცილებლად მივიღებდით მონაწილეობას არა ფართო მასშტაბიანი კამპანია გვექნებოდა. გასაგებია. არასოდეს უარი არ გვიდა არჩევნები როგორც ასეთი გაუქმებულია და ამ არჩევნებში რომელიც გაუქმებულია თუ კი ვინმე შედის ახლა უნდა ითქვას და მე მაგ ძალიან მწარე გამოცდილება ძალიან მწარე წლების წინ როდესაც მართლაც მეგონა რომ მაგალითისთვის ესეც არავინ არ ჩათვალოს რომ მიზანში ვინმე ამომაქვს არა უბრალოდ პრაქტიკული გამოცდილება მაგ და მითხა მაქსიმალურად გულწრფელად საზოგადოებას ვესაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება ვინმე თუ ფიქრობს რომ ეს პროცესი მისი თუნდაც ძალიან არ ვიცი გულწრფელი ხედვით დააზიანოს გადავაფიქრები როდესაც პარლამენტში მოხდა მაშინ ბოიკოტის დარღვევა 2021 წელს და შევიდა მე ჩემი საზრით 4 წელიწადი დავკარგეთ და გონია რომ დღეს ეგრეთ წოდებულ არჩევნებში საარჩევნო პროცესში შესვლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის არის პროცესის ნორმალიზების შესაძლებლობა. ის ძალიან დიდ მადლობას გადაიხდის. რა არის გასაკეთებელი, აი გახარიეს პარტიამ და ასეც მინდა ვთქვა, მე შესაძლებელია სხვადასხვა აზრი არსებობდეს, ადრეც აღმინიშნავ და ეხლა მინდა აღნიშნო. მე დიახაც უბრალოდ არ ვეთანხმები მათ ხედავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე ტიპის უფლება მაქვს, ან მეტიც ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ივანიშვილის, არ ვიცი, წისქვილზე 13 წლიდან მეტიც იმართებიან მათ. არა, უბრალოდ მათ ასეთი ჩემისადმი ჯიუტი ჩემის შეფასებით არარაციონალური, არაპრაგმატული პოზიცია აქვს და ამით უბრალოდ ზიანდება წინააღმდეგობრივი მოძრაობა. მათი მხრიდან იყო ასეთი შეფასებები დღეს პოლიტიკური ოპოზიციას გულისხმობ ნაწილის მხრიდან, რომ ამ თემის ახლა წამოწევით თქვენ შემოგაქვთ არასათანადო ტონი და განხეთქილება შესაძლოა ამ თემაზე. აი ეს მინდა ზუსტად ვიკითხო, ნიკა, თუ არ არის ამაზე საერთო პოზიცია პოლიტიკურ პროდასავლურ ოპოზიციაში და ეს იცის ყველამ ამ თემაზე ახლა პასუხის მოთხოვნა არა მე ვკითხულობ მე არ გეუბნებით შეიძლება თუ არა მე გისვამთ კითხვას ამ თემაზე ახლა აქცენტირებით ეს პროცესს აზიანებს თუ თქვენი აზრით პირიქით აჯანსაღებს პირიქით საკუთარ დაწონებული ვარ დიახ მადლობა შეკითხვისთვის ჯერეთიც იმ ადამიანების გასაგონად კი ბატონო ვინც ფიქრობს რომ ჯერ იყო და 7 თვეა დარჩენილი და რა დროს ამაზე საუბარია ხო 5 თვეა დარჩენილი და რა დროს ამაზე საუბარია რას ნიშნავს რა დროს ამაზე საუბარია დიახაც მე აღვნიშნე ხათრი მაქვს მაგრამ ეხლა იმდენად დიდი ხათრი ნამდვილად არ მაქვს რომ ამ ქვეყნის ინტერესი აი ეს საპროტესტო მოძრაობის ასე თქვათ მიმდინარეობა გადაყვეს არარაციონალურ გადაწყვეტილებასაც. პირიქით გონია სიცხადე და კაფიობა გამოაკრისტალებს რამეს მათ შორის პროცესს და საზოგადოება თავად გააკეთებს დასკვნას და არ მინდა რომ 26 მაისი იყოს 31 მარტის გამეორება იმ თვალსაზრისით, როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილში იყო სურვილი მოდბოლოდინი რომ გაიგებდა ის ვინ რა ნაბიჯს დგამს ამ მიმართულებით.
ჩვენ საპარლამენტო ბოიკოტში რატო შევედით სოფო მას შემდეგ რაც არჩევნები გაყავდა ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და ხალხმა დარწმუნებულა მათ შორის გურჯაანში თბილისში ყველგან დაინახა რომ როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა გადადგეს განსხვავებით 2021 წლისგან და აღარ დაუშვეს იგივე შეცდომა ჩათვალა ძალიან ბევრმა რომ ბრძოლა ღირს დიახაც ბრძოლა ღირს ბოლომდე თანაც ჯერა რომ ეს დაბიჯი რომ პოლიტიკურ პარტიებს არ გადაედგათ დღეს არანაირი ნიშნავსყალი პროტესტისა არ იქნებოდა არანაირი მეტი ჯერა რომ ობაგიზეს გადაწყვეტილებაზე საერთო ოპოზიცია შეაჯეროთ თქვენი აი თუნდაც დღევანდელ დღეს მიიღეთ პასუხების დაკვირვები და რაც მიიღეთ დღეს პასუხები იყო ამაზე გამოხმაურებები თქვენთვის პირადად თუ არის ცხადი ეს პასუხები იცით რა პოლიტიკა არის საჯარო მეტუმეტეს ამ ეტაპზე საჯარო საქმიანობა არის რომ მე პირადად თუ რამე გამაძლებია და გამაძლებინებს მომდევნო წლების განმავლობაში ეს არის ხალხთან ურთიერთობა და გარდა იმისა რომ საჭიროებაა ეს სიამოვნოს არ დაგიმალოთ და არ აქვს ალტერნატივა მნიშვნელოვანია ვაშინგტონი ბრიუსელი ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები მათთან კომუნიკაცია უმნიშვნელოვანეს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ქართულ ხალხთან კომუნიკაცია და ხა ყოველდღიური კომუნიკაცია შეძლებს და გვარა და ვძნობ რა არის ახლა ნომერ პირველი ნომერ მეორე ნომერ მესამე საკითხი ხო დღის წესრიგში ეხლა 26 მაისს თუ საზოგადოება რომელიც რუსთაველზე გამოვა აქციაში მონაწილეობის მისაღებად და კიდევ ვერ მიიღებს პასუხს ან არ გაჟღერდება პოზიცია თუნდაც რუსთაველის გამზირის აქციის მონაწილეების სახელით რომ იმ პროცესში რომელსაც არჩევნები არ ქვია სანამ ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი წესი და პოლიტიკური პარტიები გათავისუფლებული არ იქნება ჩვენ ვართ ერთიანები და ერთიანების სულისკვეთებით დგამთ ნაბიჯს წინ და ბრძოლაში დიახაც ვრჩებით უკომპრომისოები ეს თუ არ გაჟღერდება პრობლემა იქნება მე როგორც პოლიტიკოსი ვალდებული ვარ ამაზე საჯაროდ საუბარი დავიწყო პატივისცემით მოწიწებით დიახაც 6 დღეა მე რა გეგმავთ რა არის თქვენი გეგმაო მერეო ეს არის კითხვა კი ბატონო ბოიკოტის მერე რას აპირებთო ბოიკოტის მერე რას ვაპირებთ ანუ რა არის გეგმა ბოიკოტის შემდეგ კი არა დღეს ვეცადე ამაზე პასუხი გამეცა თავად ბოიკოტი არის გეგმა ბოიკოტის გაგრძელება არის გეგმა და იმ საერთაშორისო იზოლაციის გაძლიერება არის გეგმა მართლა ეს არის გეგმა და ამ ბრძოლაში დარჩენა არის გეგმა და მე ხა გუწევად გეტყვით არ მინდა სიურპრიზი მოუწყოს რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა საზოგადოებას რა ვიცი მომზადებლად თუნდაც არ ვიცი ერთი თვენახევრით ადრე ანუ თქვენი პოზიცია არის ბატონო ნიკა რომ ყველა შესაძლოა ვერ შეთანხმდეს მაგრამ ამან პროცესი რომ არ დააზიანოს მოქალაქეებმა ეს გაწყვეტილება რაც შეიძლება მალე უნდა გაიგო პასუხი არის ამ პოზიციაზე რომ მე მესმის უბრალოდ პასუხი არის ამ პოზიციაზე რომ შესაძლოა ამ დროის განმავლობაში ბევრი ისეთი რამ შეიცვალოს რომ ახლა ნათქვამი არ მონაწილეობა შეიცვალოს ვერავინ ვერ დამასწრებს 2013 წელს 2014 წელს არ ვიცი როდესაც მართა თეორიული შესაძლებლობაც კი არ იყო გეფიქრა წარმატებაზე არჩევნებში მონაწილეობას ვიღებდი მე ასე არ მithქვას უარი არჩევნებს უბრალოდ არჩევნები გააუქმა ამ რეჟიმმა ხელისუფლებამ ხო თუ რამე შეიცვლება ხელშესახები რა თქმა უნდა პირველი ვიქნები ვინც ვიტყვი რომ დიახა შეიცვალა გარემოება პოლიტიკური პარტიები გათავისუფლებული არიან საპარლამენტო ახალი არჩევნები ჩანიშნულია გასაგებია ჩვენ ვამბობთ კი ბატონო ითქვას ასე რომ ამ და ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება მონაწილეობის მიღება იმიტომ თუ სადმე არის საჭირო პრინციპულობა და ერთობა საკითხის გარშემო აქ არის საჭირო ჩვენ ერთი ასეთი გამოცდილება გვაქვს სალომე ზურაბიშვილის პლატფორმის ფარგლებში აღებული გადაწყვეტილება არ შესრულდა მაგალითად გახარიას მიერ კომისიაზე მისვლა არ მისვლის საკითხს გულისხმობ წულუკიანის კომისიაზე გახარია მაინც მივიდა მიუხედავად იმისა რომ იმ შეთანხმებას ეთანხმებოდა გახარიას წარმომადგენელი რომ არ მივიდოდა არც ერთი ოპოზიციის წარმომადგენელი წულუკიანის მიერ გამოძახებული ამ კომისიაზე ამის შემდეგ ანუ ეს მე განიმარტა რომ ვინც ხელი მოაწერა ბატონი ცკიტიშვილი ამ შეთანხმებას ვინც დაეთანხმა არ იყო ინფორმირებული ლიდერის პოზიციასთან დაკავშირებითო აი ასეთი რისკისგან აზღვევს ეს პროცესი ანუ დღეს კი შესაძლოა ხვალ მაინც არა იყოს რა შეიძლება ეს არა მე შედა საზოგადოება გააკეთებს ეხლა დასკვნებს გაზრდილია პოლიტიკურად და საზოგადოებრივად და არ ვიცი ვერავინ ვეღარ მოაწილებს უბრალოდ ეხლა სალომე ზურაბიშვილი ახსენე და თავად სალომე ზურაბიშვილს არ დაუფიქსირებდი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით საჯაროდ
კაფიოდ არ უთქვამს, რომ ამ პირობებში შესაძლებელია ან გამორიცხული 31 მარტს ეს განცხადება რო გაკეთებულიყო, ბევრად უკეთესი განვითარება ექნებოდა პროცესს დღემდე. ამის შანსი არსებობს 26 მაისს. ახლა როდესაც შეიძლება თეორიულად რა თქმა უნდა დავაპირისპირო ეხა სალომაზუროვიშვილის პოზიცია გახარიასთან და პირიქით მის პარტიასთან არ ვიქნები სამართლიანი თავად სალომაზუროვიშვილსაც ანუ უმცირესობაში ხართ ბატონიკა კოალიცია ცვლილებისთვის ერთადერთია და პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობ. არა, რატო არის აი ვისგან გაქვთ პასუხი რომ არ აპირებენ. საზოგადოებისგან, აი მნიშვნელობა რა, სულ 87 სუბიექტი გაერთიანდეს სადმე და სხვა პოზიციაზე იდგეს. თუ სიმართლე არის სხვა მხარე, სადაც ხალხი დგას. სად იქნება ჩემი მეგობრების და კოალიციის ადგილი, იქ სადაც არის ხალხი. რა მნიშვნელობა მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში გიორგი ბარამიძეს ჰქონდა დღეს ბრიფინგი, მან თქვა რომ მან ამ არჩევნებს უწოდა სპეცოპერაცია და ამ განწყობით იგულისხმება მათი დამოკიდებულება მოსაოდნელი არჩევნების მიმართ, მაგრამ ასევე იყო წინადადებაც რომ ნებისმიერი არჩევნებისთვის ემზადება პარტია, მზად უნდა იყოს პარტია, მაგრამ ეს არის სპეცოპერაციაო. ნაციონალური მოძრაობის განწყობა ცნობილია ისედაც მანამ მათი ლიდერების რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ განიხილავენ. ასეთია მათი პოზიცია. პასუხისმგებლიანი ადამიანი პარტიებს თავი დავანებოთ, სადაც პარტიის ზღვარი წაშლილია. რა თქმა უნდა, ვემზადე ყოველდღიური კომუნიკაცია არსებობს ხო ამორჩეველთან თანამედროვე სხვა პარტიაც ამას ასე ამბობს ბატონიკა რომ დღეს ამაზე პასუხი არ არის მართებული. რასელოდებიან სოფო აი არ შეიძლება როდესაც აბუჩად იგდებ შენი არც იქით და არც აქეთ დაკავებული პოზიციით საზოგადოებას. თუ კი გარემოებები შეიცვლება წინ რა დაუდგება არჩევნებში მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ყველა მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ როდესაც შენ არ აფიქსირებ ამ პოზიციას და მათი საზოგადოება ხედავს პირდაპირ გეუბნები და ჩავატარე მე დღეს თქვია, მეგონი არაფერი უცნაური არ მეკითხავს. თუ კიდევ ყოყმანოს და ხვალაც იყოყმანებს 26-ში არაფერს არ იტყვიან და ნუ იტყვიან. ჩემთვის თავარი საზრუნავი არის ხალხის ხმის გამხოვანებელი ვიყო და მათი ინტერესების ამსახველი ვიყო ქართულ პოლიტიკაში. ჩემის და მოადის მეგობრებისაც და პარტია ახალის და კოალიციის და მარტო ეს არის ამბიცია. და თუ არ იტყვიან იმას, რა უფლება მაქვს ეხლა ძალით ვაიძულებ რომელიმე სხვა პარტიას, მაგრამ ვიღაცებს თუ აქვს იმისი მოლოდინი, რომ იცით, მაინც რაღაცნაირად მათ ექნება შესაძლებლობა მიიღონ იმ ტიპის არჩევნებში, სადაც ზინა ივანიშვილი უბრალოდ არჩევნებს არ ატარებს, ეს არ დაიმალება ამით. მე კი არ მშურს რომ ვიღაც არჩევნებზე გავა, სოფო და მე ვერ გავალ ან არ გავალ. პროცესი დაზიანდება, იმიტომ რომ ვერ მართებული იყო ბატონიკა, მოდით მე მესმის თქვენი პოზიცია გავიგე, ბრიფინგსაც უსმინეთ, ხალხმაც უსმინა. ახლა არაფერი გასაკვირი აქ არ არის. აქ არის უბრალოდ არა გულწრფელობის მაღალი ხარისხი. ელოდები შესაძლებლობას რომ იქნებ რაიმე იმდაგვარად შეიცვალოს მათთვის, რომ საზოგადოებაში წყრომა ნაკლები იყოს და ვიღაცა შევიდეს არჩევნებში და რა ვიცი, თუ ჩემს გამოცდილებას ვინმე ენდობა პოლიტიკურ სპექტრის იმ ნაწილში, ვინც ვერ ან არაფიქსირებს პოზიციას ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ისინი როგორც პოლიტიკური სუბიექტები აღარ იარსებებენ. მაგრამ ჩემი ამოცანა ნამდვილად არ არის, რომ ჩვენ ეს პაექრობა გქონდეს. ერთიანი პოზიცია რომ გქონოდათ პირველი დღიდან იქნებოდა უნიშნულოვანესი, მაგრამ იცით რა არის? რა უყო ეხლა მე ვერ ავყვებით სტარნაბიჯებში, ვერ ავყვებით. გასაგებია პოზიცია თქვენი ამ ნაწილში. ახლა მინდა ვიკითხო სიტყვა ვერ ან არ მივიღებთო და სიტყვა ვერ მართებულია, იმიტომ რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ნიკა გვარამიას პროცესია ახლა სასამართლოში. დღეს არ იჭერენ ეს ვიცით, მაგრამ სულ რაღაც 2 კვირის საკითხია ეს მას გირაოს გადახდის ვადა გასდის. თქვენ ზურა ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, კოალიციის 3 ლიდერი ამბობთ, რომ წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო დაკისრებულ გირაოს არ გადაიხდით. ასეთ მოიქცა, პირველი იყო, ვინც ასე მოიქცა ირაკლი ოქრუაშვილი, ის უკვე ციხეშია. ეს ნიშნავს თუ არა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების მომენტში, როცა ივანიშვილი ამას გეგმავს ოქტომბერში, თქვენ იყოთ პატიმრები. ისმის ჩემო. ერთი დიახაც არჩევანი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არ არის დიდი ფიქრის შედეგად მიღებული გადაწყვეტი. მორალური კომპრომისი დაუშვებელი არის. ეხლა
ეხა ისმის ნიკა, ისმით. მორალური კომპრომისი დაუშვებელი არის და ვფიქრობ, სწორედ არც ის მინდა იცით რომ რაღაც ჩვენ იმ ბრძოლაში ვჩებით და ვართ და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება რომელიც ჩვენმა კოალიციამ წარმომადგენლებმა მივიღეთ და თქვი და გავიმეორებ დღესაც მერთო დამიფაროს რომ ვინმე გავკიცხო, მერთო დამიფაროს ვინც უკვე გადაიხადა გირავა ნაპირებს გადახტას ეხა ყველას. ეს მაინც არ ხსნის მათი პატიმრობის საკითხს წულუკიანმა. იცით რა არის, რა შუა მათ მაინც დაუანონსა პატიმრობა, დიახ. რატო არის აუცილებელი პრინციპული პოზიციის დაკავება რა? ერთ და ორ კვირაში, როდესაც დღეს გადაგახტევინებს უსაფუძვლო, რა ვიცი, ნებისმიერ ოდენობის თანხას. ორ კვირაში კიდე რომ დაგაკისროს, კიდე უნდა გადაიხადო სამ კვირაში და ამ ლოგიკით ახლა ვინც ციხეშია დღეს და მე არ სპეკულირებ, უბრალოდ სიმართლეა ჩემი საზრით და ეს მაგალითი მინდა მოვიყვანო თქვენს ეთერშიც. 50-ზე მეტი პოლიტპატიმარია. დარწმუნებული ვარ თითოეულ მათგანს მაქსიმუმ ერთ კვირაში 10 დღეში შეუძლია იყოს სახლში. თუ ის მიიღებს ივანიშვილის თამაშის წესრიგს და მათ თითოეულ მათგანს ირავს დააკისრებენ და გახვედრ ღონისძიების სახეობას შეუცვლიან და გადაიხდიან და გამოვლენ. და მაპატიეთ, არ ვიცი რა, გასაკვირი რა არის, არც დატირება გჭირდება პოლიტიკოსის ბრძოლაში ვარ, სადაც გადასაკარგად კი არ მივდივარ. ზუსტად მაგას ვკითხულობ, ბრძოლაში რჩებით პატიმრობიდან? ელით რომ დაგაპატიმრებთ. მორალური უპირატესობა ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანია, მორალური უპირატესობა. თუ გადაიხდი 50,000 ლარს და დარჩები და ვინ ხარ? ივანიშვილის, ანუ ჩაძახებულზე ამოძახე? მარტო იმიტომ რომ თელმა სოფლიომ, სოფო თუ შეიძლება 20 წამი თელმა სოფლიომ თქვა რომ იქ თქვენ არჩევნები რომ ჩაატარეთ ქვეყანაში, ის იმდენად გaqავდა რომ არ ვცნობ თქვენს მე ჩატარებულ არჩევნებს. არალეგიტიმურია პარლამენტი. ამ არალეგიტიმურ პარლამენტში, რომელსაც სოფლიო არ აღიარებს, შეიქმნა რაღაც არალეგიტიმური კომისია, რომელსაც მაგიდის თავში დაუსვეს თეა წულუკიანი, აიღო ტელეფონი, ვისაც მოუნდა დაურეკა დაიბარა და უმრავლესობა არ მივედით, იმიტომ რომ უსაფუძვლო უკანონო არასამართლიანი იყო. ამის გამო ახლა შენ გეუბნებიან რომ ვიღაცა 50, ვიღაცა 30, ვიღაცა და ეხლა შენ თუ მართლა მორალური უპირატესობით წარმართული გინდა ამ ბრძოლაში ყოფნა, ეხლა თუ თავს დაუხრი ამ უკანონობას, მაშინ რაღაცზე გვაქვს პრეტენზია და საერთოდ ნიკა, როდის გადის თქვენი ვადა? ირანს გადახდის. თქვენ ხართ ყველაზე ბოლო, ხო? მე შორს გეტყვით ახლა მე შორს ვარ იმ აზრისგან ხო რომ 60 დღეში ეს ისეთი ნაბიჯი რომ ვითარება აქვს თავდაყირა ამოტრიალდება მაგრამ ეს იქნება ძლიერი დარტყმა რეჟიმისთვის და პოლიტიკოსების დაკავება უსაფუძვლო ბრალდებით კიდევ უფრო გააძლიერებს საერთაშორისო იზოლაციას და ამით ისე რომ შენ თანამებრძოლებს უცნობებს დაცნობებს მათ სიცოცხლეს მათ ჯანმრთელობას მათ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ არ აყენებ მაგრამ შენ დგაბ კვეთ ნაბიჯს იმ 50-ზე მეტ პოლიტიკას არის თქვენი პოზიცია, თქვენი პოლიტიკური სვლა, ეს არის თქვენი გადაწყვეტილება, ეს არის თქვენი აზრი სწორი. რომელიც 2021 წელს 2021-ში დარჩენილ რო გადამიხადა ის რაც ხო? მესმის ნიკა, ანუ ჩვენ ახლა საუბრობთ. შეიძლება ნიკა ჩვენს ეთერში ერთ-ერთი ბოლო ჩართვა იყოს პატიმრობამდე. მე ძალიან წუხვარ ამას რო ვამბობ, მაგრამ აი ამ სცენარში არ მინდა ამაზე არც ფიქრობ, იცით რა არის აი გამიჯერეთ აი სახში და არ ქონია ამაზე საუბარი იმდენად გასაგებია რომ ბრძოლაში ვის შეამოვნებს ხო ვის შეამოვნებს მაგრამ გააზრებულ ბრძოლაში ვარ თითოეული ჩვენგანი და სანამ რეჟიმი არის ხან თავისუფალი იქნება ხან თავისუფლება აღკვეთილი გექნება ხან თავის და საბოლოო ჯამში ბრძოლა რომელიც ბოლომდე არის დეკლარირებული გამარჯვებით დასრულდება შენ უბრალოდ არ უნდა გაატყდე და რწმენა არ უნდა დაკარგო კი ბატონო დიდი მადლობა ნიკა შეამოვნებს რომ საზოგადოება მე არავინ არც ერთი პოლიტიკოსი არ უნდა გამოიტიროს პირიქით გაც ამ ნაბიჯი იმიტომ დგავ და იმიტომ ვართ უკომპრომისო ბრძოლაში შესაძლოა არავის არაფერი არ ჩესა გამოსატირებლის პოზიციიდან არ გესაუბრებით ნამდვილად უბრალოდ მე არ გეუბნებით ჩვენ შემოგევლეთ მესმის კი ბატონო მესმის და ყველა 100 ამ ბრძოლაში დარწმუნებული ერთხელ ხონდა შემშლობა არა უშავს ნიკა მართლა არ არის ეს პრობლემა მთავარია სხვა პრობლემები არ იყოს ამ ქვეყანაში ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი კი ბატონო მადლობა თქვენ მადლობა და ახლა მე